Hayt. Hay. პატარა პოლის ნაგადებს ჭამხარხნა. როგორ ახართ? ყველთან ერთად ყველი მაგში ჩადებულია. როგორ ხართ ხალხო? დაშვებით. როგორ ახართ? მაგასველი მაგის. დილას ოდნავ ჭამე საჭმელი და მის მიერ არც მიჭამია საერთოდ და ეხლა შევჭამე ბოლოს. 6 საათზე. ისე რომ გავიხსნა ისა და გაშლის ისე. ხშირია ისე. გახეთ ჩრილი ხო არ ვიქნები ძალიან. ვიბანავე? რო დავიბანე. ვიბანავე ხალხო დღეს ვიბანავე. ყოველ დღე შევქანდი. დღეს ოფიციალურად შევქანდი. აბაზანაში. აუф. რა კარგია. დაგისვენა თმა. აი მართლა რომ დაიბანე ესენიც ის რა ქვია. სკალპიც იმას შევა რა ქვია, შვიდება. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი, ჩვენსკენ მშვიდობაა. ჩვენსკენ არაფერი ხალხო. რა ვიცი კარგად ავართ. ჯეჯობით კარგად ავართ და მე რა კარგად ავართ. დილას რომ მოვედით 12-ის ნახევარი იყო თუ რაღაცა. ცოტა შევჭამე კვერცხიანი პამიდორი მაგაკეთებული. დენის გაგვი ის არის რა ქვია. გაკეთებული. ის შევჭამე ცოტა. ერთი ბეწვა. და მის მე რაღაც მიჭამე და ეხლა ვჭამე კიდე. და ეგრეა ჩემო ძვირფასებო. თქვენ როგორ ხართ? რა ხდება თქვენსკენ? ახალი და კარგი. კარტოფილი გავაკეთე კამაში და იმაში რა ქვია. ხახში მუშუშულ ხახში კამაში გოხდა კუბებად დაჭრილი და ის შევჭავე და პატარა ახალაპური ქუსლიო ატეხა ყველი პატატუნა ყველი ჩავდები ერთი ბეწვა და საკენ კუჭით გივა. ის არის წარე რუჭამი სამი დღეა. მაგარი წარე ძალიან ცხარეა. თუ არ გაუჭდა უფრო მაგას აღარ გაუჭდე რა. როგორ არა. იზავს, გაუჭდება. უფრო და უფრო იმას იზავს. აღარ არისო ცხარე, ვიცოლოს ხო გაუტანე. აღარ არისო? არა, კაი. არა. რა ვიცი რა იყო გუშინ ის არის რა ქვია. გუშინ ჭამეძა და გადამცდა. დამადგა. სასულეში წავიდა მე რა ვიცი წიძა გავუწვით. სიმწარე. ანუ ჭამოიგნი მწარი, ნამეტანი. რა ვიცი მე 1 კილო, მეგონი 1 კილოზე მეტი იყო ციცაკა. ბევრი არ უნდა გამეკეთები. 1 კილოგრამი ციცაკა. ხო, მართლა იქ აჯიკის ვიდეოში კომენტარებში დავდე რეცეპტი და შეგიძლიათ ნახოთ. ახლა გეტყვით აი კიდე 5 კილო ბულგარული პამიდორი ხათხლუ 2 კილო ბულგარული 1 კილო წიწაკა წარე 2 ჭიქა ღვინის აი ეს ახლანდელი ღვინის ჭიქები ძმარი და ოდნავ კიდე დავამატე 2 ჭიქა ნახევარი რა არც კი ნახევარი და მარილი და всё მეტი არაფერი მე ეგ უნდა დადგა ხალხნო კი უნდა დადუღდეს მაგრამ მე დადუღებას არ დაველოდე გაუკეთე წამალი თქვენთან ერთად არც ჩამისხია თქვენთან ერთად არ ჩამისხია ხო არა ეგ კი უნდა დადუღდეს მაგრამ მე არ დაველოდე რა ვიცი ეგრე მასწავლეს რომ აღარ უნდა დადუღებო ისიც გემრიელი გამოდის ისიც კარგია არ და ხო ბანკებში იზავსო არ დაველოდე
და თუ ვინც დაადუღებს თქვათ ისე დადგმულს დაადუღებს სანამ ბანკებში კილებში ჩაასხავ ის ყოველ 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ უნდა მოურიოთ თორე ეს რო არ მოურიოთ ხალხნო ზემოდან გადაიბიძგება ისა ტომატი თითო პომიდორი ზემოდან და სულ მოფორდება ფორი გაუკეთდება და არ უნდა გაუკეთო უნდა ურიოს მე ფორის გემოს მიიღებს ობის გემოს ფორის და მე გიორგი შეიძლება დაალპეს ზემოდან ისისა რა აი ზემოდან დაალპეს ის რა ქვია პომიდორი რაცა ხო ზემოდან გადაბიძგული და მოვა დამპლის გემო იქნება სულ მე მაგის ჭამა აღარ ვარგა მე უნდა გადაყარო ხო გადაყვარო გირჩევთ არ დაადუღოთ მე როგორც მე ჩასხით და ისე ბანკებში იზოთ და სტერილიზაციაც არ ახლა სტერილიზაცია რა თქმა უნდა ჯიგას მაგრამ ის ასპირინი გაუკეთე და მორჩა ასპირინი გაუკეთე 19 ცალი აბი 19-ია ბირა ეგ იყო რომ დავალევინე მე ხო გივლის კბილს მაგან ხო არ ამატკია კუჩით გვაღარ დავლევ აბა მე რო გტკივა კბილი რა უკნა მე აღარ დავლევ აბა შეიძლება მაგანაც ამატკია საჭმო ჭამის მელეშვები არა ეგ რო დავლიე მის მერე ამტკივდა კუჩი გიორგი საჭმელი რო გადაიმუშავა იგრე იცის იმ ჩუჩი კი არ ატკივდება კუჩი იმ წარებმა გატკია არა მგონია რა ვიცი აღარ დავლევ და შეიძლება მაგანაც ვიქნა რას გაიგე ნუ დალევ კაცო ეგ არ ვარ და ზოგადად არ არის კაი ნუ დალევ კაცო ზოგადად არც იმებში არ უნდა გაუკეთო რა ქვია რა ვიცი ხალხი მე დენ ეკემმა თქვა არ უნდა გაუკეთო არც იმაში რა ქვია ეგ ხო ანტიბიოტიკი შეიცავს და მაგიტო აფუჭებს პირიქით ტოქსიკურს ხდის გაუკეთე ასპირინი ჩავასხი ბანკებში და გავიტანე მარაში ხო დავაწერი ზემოდან აჯიკა შენ დააწერე ხო მეთქი ბანკების იმებს ეწერა რა ქვია რას რა ქვია სახურავებს დღეს რო შეხვდი აბაზან ხო მეთქი სახურავებს აწერია აჯიკა დავაწერი აბა გიორგი ვერ გავიგებთ ის პომიდორი წითელი პომიდორი ხომ აქ ბულის გაკეთებული ხო ვერ გავიგებდი უი მე რო დაგეწერა შეიძლება ეგ ჩაგვეცხა მე იმაში რა ქვია საჭმელში უი დედა საჭმელს რო გააკეთებ და მწარეა ძმარი ოღონდ ძმარი უნდა იყოს კარგი აი ცხარე ძმარი რო უფრო კარგია ცხარე როგორ ცხარეს ეძახიან რა მაგარი ძმარი მაგარი რა და სხვათა შორის ძალიან კაია და ეხლა ხალხა ნახო თუ ხელფას რო ავიღებ ეხლა აღარა მაქვს ნამდვილად თუ კიტრი ვიყიდო პიკული კიტრები და კილოიანებში ჩავდო დიდებში აღარ ჩავდებ იმიტომ რომ 2 ლიტრიანში არ ჩავდებ იმიტომ 2 ლიტრიანს რო გახსნი მე რო შედენ მაცივარში დევს ერთი წელი აღარ სიჭმება და კილოიანს რო გახსნი შეიჭმება და მე რომ მომიმასტე აი როგორ ვაკეთებ მეკითხს კამა ნიორი თავისთავად წიწაკა პილპილი რა წიწაკა რა წითელი წიწაკა გამხმარი ზოგი გამხმარ კამას უკეთებს მაგრამ მე არა ჩაულებრივ კამას უკეთებ ხალხნო აი ის კამები რო არის რა ქვია კამა ცოცხალი კამა წვანი მაგას მარცვლები ხო მარცვლები პილპილის მარცვლები შავი პილპილის მარილის უნდა 1 კილოს 1 კოვზი მარილი სუფრის კოვზი დიდი კოვზები 1 მარილი უნდა ისე ჩაის კოვზი პატარა ჩაის კოვზი უნდა 1 რა იმას რა ქვია შაქარი ხო ჩაის კოვზი ხო და ის არა ქვია მე დავასხამ წყალს ჩავდებ სტერილიზაცია და როგორ ვასტერილებ და ესენცია რა თქმა უნდა ესენცია ძმასაც უკეთებდნენ ადრე მაგრამ ეხლა უფრო ესენცია ჩავასხამ იმას რა ქვია ჩავდებ კილებს რა თქმა უნდა მოსახუპად აი იმ დონემდე მიდის
რომ აი ფერს რო კიტრი შეიცვლის ფერს. აი ფერი წაყვითალო ფერში გადადის რაღაცნაირ ფერს შეიცვლის, всё, ამოიღებ და მოდავარ დავხუპავ. დავხუპავ და всё, საკმარისია. მე არც ის შვება. თვითონ მაგას რა დაუკეთებენ მაგ იმას სტერილიზაციას. აბა დედა რა დაამშავებს შვილო. მაგრამ ხო არა, ისეც დამშავდება კიტრი რო დადო ისეც, მაგრამ ეს ახლა ზამთრისთვის სტერილიზაცია უნდა გაუკეთო, რომ არ გაფუჭდეს დედა. და ის ყოველ დღე უსაჭმელად აი თქვათ რომ ერთი კვირა და გააკეთო და ეგრე ხო? ხო, ეგრე ხო უკაცო. ხო. ეგრე გააკეთებ მთელი ზამთარი მშვენივრად, რაღაც ნაყიდი ვიყიდოთ, რამდენი ნაყიდი ვიყიდე ხალხო. რამდენი ვიყიდე ხალხო? კიტრი. არ ვარ გა. არ არის ხრაშუნა. ადრე ვყიდულობდი ისეთ კარგ კიტრს ვიყიდიდი ხოლმე ხალხო, ისეთ კარგს. რო რა ვიცი. აღარ არის ხრაშუნა და რაღაც. არ ვიცი, ვეღარ გავიგე რომელი ბრენდი ვიყიდო, აღარ ვცადე, მარნეული ვცადე, ის ვცადე კიდე იუნჯაუ თუ რაღაცა, კიდე რაღაცეებია. ისე არც ერთი ვარ გა. აღარ ვარ გა. კაპიკად. ეხლა გავაკეთებ მე ეგრე და თქვენთან ერთად გავაკეთებ, რა თქმა უნდა. ისე არ გავაკეთებ. და მე რა მინდა კიდე გავაკეთო ისა. რა ქვია? კოხე პომიდორის სალატი. და კოხე პომიდორის სალატს გავაკეთებ და ხო. მე ვიყიდი ლობიოს, კარტოშკას, ზეთს, ფქვილს, იმას კიდე რა ქვია? ხორცს. გავაკეთებ ბლინჩიკებს. მე თავისთავად ახალი წერიც მოდის. იმებს და შავ ყრებაც ვარში და გამოიტენება მაცივად და კაი. ახალი წლისთვის იქნება ისინი რა ქვია ბლინები. ესე წინასწარ ბევრი უნდა გააკეთო რაღაცეები და იმას აღარ დაგჭირდება ისა რა ქვია. მე წვალება. რაც გასაყინია ისეთი ტოლმაც უნდა გააკეთო სხვათა შორის. კი. ხო იყინება ხო ტოლმაც და ტოლმაც აი ქვემოდან ამოვიტან ფარს და გიფცები თუ არ გავაკეთო ტოლმა და ხო და გიფცები იქით ლიბრეში რო ის იყიდება ძეხვი თუ არ იყოს დაბლენდერებული. თხლათ არ არის ძეხვი კი არ არის დაბლენდერებული გიორგი, მაგრამ თხლად არის გატარებული. ძალიან რაღაცნაირად არის გატარებული და ძალიან თხლად არის გატარებული. ითქვიფება. რაღაცნაირად და ითქვიფება, ხო? ხო და რა ვიცი გემრიელი კი გამოვიდა მაშინ ხინკალია. არა გემრიელი რა თქმა უნდა, მაგრამ გავატარებ ამებს, იმებს ხალხნო და სხვათა შორის კატალიტებიც რომ გააკეთო რა. ხო. შეყარო მაცივარში. ჯერ ცოტა ხანი დაბლა გააციე. მე გამოიღე იქ დაბლა უნდა გააციო ჯერ. და ერთი ღამე იქ უნდა გაატარებ და მე ერთმანეთს რო აღარ ეკროს. ჩაყარე იმ პარკში და შედევი იმაში რა ქვია. საყინულეში. გამოიღებ და მშვენიერია. გამოიღებ დადებ დაფაზე რაში ჩქინებ და ვიზიო. შეიწვევ. ხო, დათარებულია ყველაფერი. ბლინჩიკი, ტოლმაც უნდა გააკეთო, იყინება, რომ მე აღარ დაგჭირდეს. და მე სალათები და მალათები და ეგეთ რაღაცები მე გააკეთებ. არა მაგას წინასწარ ხوار გააკეთებ. რამდენიმე თვით ადრე. სალათასაც გააკეთე. ორი თვით ადრე რო გააკეთო. რას ამბობ გიორგი, ხო დამჟავდა. ხო მოკვდი გიორგი. ახალწელს სახში კი გააკეთებ მე ახალწელს. გააკეთებ იმაში რა ქვია. საავტობუსში გადასხმებით გაჩხერინე. იმანაც თუ გიშველა რა ვიცი. ხო მაგდალეული და სიცი აღარ დავლევა თქო და მაინცკებს. ეს ძალიღა იყო და ის დავლი იმიტი ადამიანი. ხალხო აი მაგას აღარ ვიყიდი მე რა, აუგედურება. აღარ ვარ და საერთოდ გრძიანი ყავები აღარ ვარ და. პაჭკის აღარ ვარ, ცოტა დავი პატარა ვჩხილებ. ეს მომტყდა და ოდნავ და ის გავითანაბრე თუ არა. მე ყანწები თან მქონდა დიდები და მე ხან ხახს რო ჭრი ხალხო კი ვერ აშვები ესე. შიმეთ ჩავითლი ხოლმე ჭხილს. ბულგარული ის მინდა ლეჩო მინდა გაკეთებული. ხო, კიდე ლეჩო მინდა. ის არის კიდე რა მინდა იცი ხალხო. ესე ლიბრიდან
ბულგარული შეიძლება ყიდვა. პომიდორიც არის. ისიც არის, რა ქვია, სტაფილოც არის. ხახვიც არის. ტომატიც არის. ზეთიც არის. ყველმეტი კი არის. მარილიც არის. მარილიც არის. ხო და ყველაფერი შეგიძლია იყიდო. აი ხელფასობაზე გეფცებ, გადავარ, ვიყიდი, გავაკეთებ. ერთი პორცია რო გავაკეთო, ან ორი, ასე კი არ ასე მე. მაგასაც კარგად ცხელ-ცხელს ჩავასხა, მოვასტერილებ და სტერილიზაცია უნდა აღარ მახსოვს. შარშან არ გამიკეთებია 2 წელი. არ გამიკეთებია იგად აღარ მახსოვს. ეგ პორცია თუნა გიორგი, ხახს რომ მოშუშავ. მოდი შუშო, მერე სტაფილო, მერე ბულგარული, მერე პომიდორი, ტომატი, პომიდორი, ხო? არა, პომიდორი ბოლოს უნდა დაასხა. მერე ამოკრიფაო ემაებს ყველაფერს. ამოიღებ, მერე რას იზამ. პირველი გავუშვებ ხახს. არა, ტომატი. მოშუშავ, ჯერ ხახს ჩაყრი. მერე მოშუშავ ხახს. ხახთან ერთად ტომატს, 1 ლიტრა ზეთი უნდა, 1 პორციას. 1 პორციაში კარგი ბულმოდ გამოვა რა. ის არის, რა ქვია, პატარა კილოიანი ემხილება ბანკები რომ აქიმეებში ჩავარდები. რა მოხდა? ხახვი უნდა, 1 კილო ხახვი. 1 კილო სტაფილო, 1 კილო ბულგარული, ანუ ხო 1 კილო ბულგარული. ბულგარული და პომიდორი 2 კილო. 2 კილო პომიდორი ასე კი ასე გეყოფა. ბევრი გამოვა. ხო. რა სულ მაგას ყوار გახსნდა მაგას ყوار შეჭამს ყოველ წუთას. ტომატი უნდა. ტომატიც უნდა ვიცი. ხო, რომ მოშუშო. მერე აურევ ერთმანეთში. და გამოდის წვანილიც უნდა. წვანილიც უნდა კინძი რა თქმა უნდა. პეტრუშკა. ხო, კინძია შეიძლება. კინძია შეიძლება იმაში ბანკებში. მერე პეტრუშკას ზოგი ბადრიჯანსაც ხო იმას აშვება რა ქვია. აჯებს ამას. მაგრამ იცი პრინციპში პეტრუშკასა და იმას. არა აქვს წვანილი გიორგი. სადა? იმას არა აქვს წვანილი. ლეჩოს. არა უნდა ხო წვანილი არ უნდა მას თარიღი. ერთმანეთს აურევ. იმაში ხო არის ხო იყიდება მაღაზიაში. ხო. აი იმაში ინტერნეტში ამდენი შარშან 2 წელი თუ 3 წელი არ გამიკეთებია ხალხო იგა და დამავიწო და წერილი კიდე დავკარგესა ჯანდაბაში დავკარგე ვეღარ ვიცი. და ამოვარდნილი მაქვს თავიდან. თორე გავაკეთებ, მაგასაც გავაკეთებ გიფიცები. შეიძლება ძველმანებს რო ყრიდით ისიც მივაყოლეთ რას გაიგე. ხო, რას გაიგე. შენ არ იყოს მართალი რას გაიგებ და ელემენტარული არ გადავყარეთ იქიდან გამოდის უჯრიდან რამდენი ფურცლები და ისევეა. ხო და ის არის რა ქვია. გავაკეთებ მაგასაც. ხალხო ჩეკები გადავყარე იმდენი იმისი რა ქვია. დენი რო იმას აშვებოდა ეხლა ხო ტელეფონში მოდის და ჩეკები რომ მოდიოდა ხოლმე. ჩეკები გვაყრევია. არ გვაყრევინებ და გაზის ქვითრები ისიც ტელეფონში მოდის. არ გვაყრევია და ხალხო. ძველი ბანკის ისინი, ვაიმე, როდინდელი ისინი. მასკანას რა ქვია. ეხი დამთავრებული იყო რა. როდინდელი ისინი გადავყარე. გავიქნიე. ხალხო, რა უნდა იმას აკნას რა თქო. რა უნდა იმას აკნას ძველებია თქო. დღეს რა რიცხვია გიო? დღეს 11-ია. 11 ხო 12, 13, 14, 15. 3 დღეში ის ჩარიცხო. ხო. ხო და გადავყარე ხალხო ასე. ქვეყანა. აბა რა თმინდოდა ადგილს გავიდა ტყუილა. ხო. მე ძველი ტელეფონები მქონდა შენახული კიდე. ისინი ჩაყარა იმაში რა ქვია, პარკში. მოვიქნიე ისინიც. ძველი სატენები იყო რაღაცა. არც ერთი ამ ტელეფონებზე არ წავიდოდა. ისინიც გავიქნიე. არ მიდის მაგ ტელეფონებზე რასწა. ყუთები ტელეფონების ძველი ყუთები. აი მე ღმერთო. ამ ყუთს რაღაც რომ იფუჭდებოდა ტელეფონი ხო? რაღაც ვინახავდი, ჰა. რო აღარ კეთდება, ხო? რაღაც ინახავ. გადააგდე. ეგრე. ყველაფერი ეგრე. ჩემი ძველი სკოლის ისინი რა ქვია. როულები მქონდა ქვეყანა.
ისინიც გავიქნიე. მინდოდა რომ ვინახავდი. მე რა ვიცი, გავიქნიე ისინიც. ძველი რაღაცა წიგნები, ისინიც გავიქნიე. რა უხრობად მინდოდა ისინი რა ქვია, ძველი სავსერვეულები. აი ამდენი მქონდა, ციხული იყო. რა თმინდოდა რომ ვინახავდი? ვის უნახავდი რა იყო? მე ვის უნახავდი? მე რა ვიცი. გამოვალაგებდი, დავასუფთავებდი, შევალაგებდი. ხო, შეალაგებდა. რა თმინდა მე ვიძახი რა თმინდა რომ ვინახავდა თქო. რაზე ვინახავდა თქო და გადავყარე. გავიქნიე. ცეცხლი გააჩინა ხო? ო, ცეცხლი გავაჩინე იმ ხელა, რომ წამდე ავიდა ლამის. აბა რა თმინდოდა ძველი როულები? ხო. ძველი როულები, ძველი ფურცლები რაღაცები რა ვიცი მე. იმდენი ბანკის ჩეკები გიორგი დობნელდები შეროხარ ეგრე. ბანკის ჩეკებიც, ბანკის ისინი რა ქვია, ძველი ხელშეკრულებებს რო აკეთებენ ხოლმე ფურცლები. იმდენი გადავყარე რომ რა ვიცი. იმ როულებთან და ტელეფონებთან ერთად. გავაჩინე ცეცხლი მივაიც ცეცხლს. შვენივრად. დავძვი, მოვიშორი ხლამი. დანამდენი ძველი დასაცველი დავწვით. ახლა კიდე ხალხნო იმას ხნი. გამოხშირა. რაც ერთი დღე უნდა გადაირიო და ის სხვათა შორის ის ჩემი მაიკები ერთი დღე უნდა გადავირიო და რასაც არ ვიცვალ და რაც არ ვალდა. უნდა გამოვყარო გარეთ. და უნდა იმას აქვნა რა ქვია, მივცე ცეცხლს. რაც ძველებია და რაც ის არის რა ქვია, წინა საუკუნის. იმებში აღარც ჩავა გონი. ერთი კლავიც არ ჩავა იმაში, ძველ მაისურებში. უნდა გადავყარო. ტყუილა იმაშვება რა, ხლამდება ტყუილა. ხო, ხლამია, არც იწვა და დევს ტყუილა და ადგილსაც იკავებს. და მე რასაც იწვა, ვიც სტაცაცველი აღარ შედის. გადმოალაგებ შეალაგებ, გადმოალაგებ შეალაგებ, მოვიქნი და ბზუს დავაწყენ. ეს ჩემ მაიკებში ბევრი არის გადასაყრელი მანდედა. ბევრი დახეულია, ბევრს აღარ ვიცვალ. ბევრი ის არის რა ქვია, ზოგი ის არის ფერი აგასული, ფერგასულებს არ ვიცვალ და ასე. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ სამსახურში წაიგო, მაგრამ სამსახურში ერთი მაიკა არ მივა, ყოველდღე დამაკ და ვიცვლი იქ. ერთი შარვას თუ წავიღებ ხოლმე. და ასე. ახლა 19-ში დაეწყება გიორგის სამსახური. რა გვეწყება 19-ში, ხო? წადი მოდი. წადი მოდი. ესე. ეგრე გიმაშობა. ვეჭველი, ციტაკამაც მაწინა და რაღაცა კიდე. ეს კიდე პომიდორი შევჭამე. ციტაკამ გაწყინა და პომიდორი. პომიდორის წენულებს სხვათა შორის ხალხო. პომიდორმაც. კი. მე გუშინდელ საკეთ მეც ვერ დავიბრუნე ისა. რა ქვია? ისენ ტკივა ის რა ქვია? არა და რო დავისხავ, ხო? რო დავისხავ, ერთი ბანკა შემიძლია შევჭამო. ისე მიყვარს. ისა რა ქვია, აჯიკა. და მე ტკენს კუჩს. და მე ვაი კუჭი გავიძახი მთელი დღე. აი და მცხარა ამბავია. შემიძლია რომ ერთი ბანკა შევჭამო. არაფერზე არ ვისხავ, უბრალოდ დავისხავ ხოლმე თებშზე და პულს ვაწობ შიგნით და ჭამ. ეგრე ვაკეთებ ხოლმე ხალხო მე. სხვათა შორის იმ ტომატს გადმოვიღებ ხოლმე და დავისხავ ხოლმე და ხან მაკარონზე დავისხავ ან იმას რა ქვია, რა ქვია. ტომატი, ისე კარტოფილზე, ისე ტომატი, ისე რომ ჩაასხი, ხო. ერთი პარტია კიდე რომ გამაკეთებია ისა.
ბულგარული თეგა ხახვით უშუშული ხახვით ბულგარული და იმით პეტრუშკით სხვათა შორის კარგი იქნება ხო ეგეც კაია სხვათა შორის ეგ სხვათა შორის ისეც დაიწყავ ისეც გემრიერია ხო კიდე რომ გავაკეთო კიტრის წნილი მინდა გავაკეთო ლეჩო მინდა და ისა მაგას აღარ დავეძებ პომიდორი ისა კვახე პომიდორის სალათი და მე ისიც იქნება რა ქვია იმას მე ყველს ვიყიდით ხარხნო ბულგარული ის კი არა ბულგარული კომბოსტოს ისა რა ქვია წნილი მე კომბოსტოს წნილი აჰა დავიჭედე ძლივს მე რო არ შეგვარ გეთქვა ვიზნიყინებდი ლობიო და მისი ჯანი სხვათა შორის ძალიან ცუდად ვიჭედები ხოლმე ქართულში ხალხო რატო ვითომ არა და ქართულად ვლაპარაკობთ სახში არა ვიჭედები ხანდახან ქართული სიტყვები არ მომდის აბა ინგლისურად მე არ ვლაპარაკობ არ ვიცი ხალხურად არ ვიცი რატო მემართება მე შენ არის სახში ქართულად ვლაპარაკობ და კომბოსტო რატო უნდა გაიხსენო ქართულად რა ქვია ინგლისურად cabbage cabbage სტაფილოს carrot იმას რას ჭარხავს რადიშო თუ რაღაცა არის არა ეგ ის არის რა ქვია radish ის არის რა ქვია ბოლოგი ხო ბოლოგი მეორენაირადაც არის რაღაც ნაირად ვაიმე ჭარხალი როგორ იყო ღმერთო გამახსენე ეხლა კი ვერ გავიხსენებ ხალხო მომიშლება ნერვები კაია კაი წითელი ის ჭარხალი ოღონ ჭარხალს არ გავხეხავ გიორგი თლიანებს ჩავდავლე თლიანები მიყვარს ხალხო ჭარხლის წნილი ისე მომწონს რომ რა ვიცი დამწნილებული ჭარხალი ისე თლიანი ჩააყოლო თლიანები კარგა ბლომებით უნდა იყიდეთ ხო არა კაცო და რო გაჭრიც როგორი ისა გიორგი მე თითქოს აი შიგნი რაღაცა ბლანტი რაღაცა აქ ბლანტი ხო აი რო გაჭრი მაგ დამწნილებულს ხო შიგნი რაღაცას იკრებს აი სისველესავით და ისეთ გემრიელია რა მე როგორ მიყვარს აი ზამთარი მაგი ერთი იმიტომ არის კარგი რომ სიგრილია და სუნთქავ ნორმალურად და მეორე კიდე ესეთი გემრიელობები რო გაქვს სახლში ჭარხალი სხვათა შორის იმაზე რა ქვია აჰა კომბოსტო წეღან არა თქვი კომბოსტოს წნილზე ზეთ დავისხავ ხოლმე და მივერთვებ გემრიელად ეს რა უბედურება არის ეს რას მივეჩვი სიტყვაზე ასე თუ არ კერი ისე არ შეიძლება უცნაური ჩვევები მაქვს ხალხო რა გავქნაგლა ხათ არის საქმე დედა ჭარხალი უყვარს სხვათა შორის ეგ თლიანები რო დაამწნილო ხო ბორშიც შეიძლება გამოიყენო ხო მე ჭარხლებს ვარ ჩახოლმე იმას ქვია ევაში კომბოსტოში აღარ დავტოვებ პლომატი მე ყველი კარტოშკა კარტოფილი კარაქიც უნდა კარაქს იყიდის სახლის კარაქს მაგრამ უნდა ვიყიდო ის დიდი კარაქები აი ეს დიდები რო არის ორნაბიჩია ხოლმე დიდები ხო მაღაზიაში და შევდო მოსაყინულეში მაცივარში საყინულში თაროებზე ხო აქ საყინულის კარებს ხო იქ ჩაალაგო და კარაქი საიდან მოიტანოს სახლის ხო ნატურალური კარაქი მე მაგას ვერ ავჭარ ხო და იმას გივიყიდი 1-5-6 პაჭკას ახლა ზამთრისთვის მე ნატურალურს ხალხო ვერც იმას ვჭამ შევდებ საყინულეში და იქნება არც იმას ვჭამ რა ქვია ერბოს არც კარაქს და ზიზმზირის ზეთი ხო საერთოდ 1-2 კილოს ზეთს ვიყიდი კიდე ზამთრისთვის ხო გამოსაცხობად დავჭირდება გამოსაცხობად მე ახალ წელს შევდებ ახალი წელი მარტო კი არა ისეც გამოიყენებ ხანდახან
მაცივარში შენება. ერბოში შემწვარი კვერცხია კარგია. ხო, საინაყიდი ერბოში. სახლის ერბოს არ ჭამს. სახლის ერბოს არ ავჭამ. არც კარაქს. და მზის ეცხო საერთოდ. სემიჩკისიც. ვაი მე სემიჩკი მინდა იცი ახლა მე დიდი შემოჭი ჩემჭამდი როგორ მინდა სურს. რატომღაც მინდა. აი მე ტვინი გაბურღა ესე იგი დღეს მთელი დღე ვენ რა არის ნუ თუ არ ეზარება მთელი დღეს გარეთ სიარული რა პატრონი კი არ აყავს ვიღაცა მე რა ვიცი როცა პატრული ჩვენ მე რომ აი დავჯდება მაინდამაინ პატრულიც მაშინ გამოჩნდება და FBI-ც და ისიც რა ქვია უშიშროებაც მაშინ გამოჩნდება ყველაფერი მაინდამაინ ყველა დაცვაც კიდე რა ქვია ბანკის დაცვა მაშინ გამოვა ხოლმე ყველაფერი მე რო დავჯდე მაშინ გამოვა ხო ვიცი ყველაფერი ხალხო რა მინდოდა თქვა TikTok-ში ერთხელ ხო თქვი რომ TikTok-ი ისე იმას აშრებიან ესენი თქო რომ TikTok-ი დაადებს იმას წესებს გაამკაცრებს თქო აჰა ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი ამიხდა მე და არის სხვა რამე აგვიხდეს ხო როგორ გამიხარ და ვერ წარმოიდგენთ ის არა ქვია წესები ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარ და აი დღევანდელი ლაივები მაინტერესებს რა აუ დღეს მაინტერესებს რა მოხდება ხო რა სიზავენ აი რა სიზავენ სხვათა შორის ლაივებში მარტო იგი არა რო ყიდიან ხოლმე ონლაინის რო ლაივებით რო ყიდიან ხოლმე რაღაცებს ზოგი სათამაშოს ყიდის ზოგი ტანსაცმელს და ზოგი რაღაცებს მე რა ვიცი და ის არის რა ქვია ეგენიც ვეღარ იმას იზავენ რატო იმიტომ რომ ფულს იმას აშრებიან ეგენიც ამოშავებენ ხო მაგათაც ისუდეთ რა ქვია პირადი ნომერი ონლაინ გაყიდვები შეიძლება მაგრამ იმათ ხოვრება არ უნდა ონლაინ გაყიდვები კი ბატონო იყოს რომ გაყიდო რაღაცები შოულობს ფულს ყიდის და შოულობს ხო ადამიანი და როზის და ნაგლათ რო ითხოვს და თან იმას აშრება რა ქვია ეხლა ხალხო მაინტერესებს ქველაძეს ისა რა ქვია ქველაძეს ის მაინტერესებს მე და ის ორსული ხალი რო არის ხო იმისი კიდე ლაივი და გიორგი და მარისის მარი გიოსი ვაი მე ეგენიც მაგრამ ეგენი ხო და ის კიდე მეორე რა ქვია რა ფორმულა 1-ია გამარჯვებაში თუ რა ხდება რა ქვია იმა გულები მე მარიო თუ რაღაცა რა ვიცი აი ეგ მაინტერესებს მარი თუ ნათია თუ რაღაცა აი მე და ის მაგის და კიდე რა სიავს იქ რო არის გამობრტყელებული და იქიდან იგინება აი მე მაინტერესებს მე სხვათა შორის მაგ ქეთის რო ეტყვის რო ძველი გამოწერი რო შემოვა და ვიც ფულცური ცხადო რო ეტყვის რო იმას აქენიო რა ქვია მიცანიო წინს ხალო იგინება აგინებს მიხვდი ვინავარო და მიხვდი ვინავარო რო ეტყვი აგინებს არც დაუწერ მაგნაირ ადამიანი არც დაუწერ და ჯერ ეგეთი მაგას არც ჩაურიცხავდი მე აი ფულის ის გამომუშავება ჩარიცხვა გამიგია რომ მაშინ მაგას მივესალმები რომ შრომობს ადამიანი შრომობს თავისი იმითი და ვიღაცას რომ უნდა კიდე დახმარება მაგალითად მაშინ არ ყოფნის ბავშვების იმაში რა ქვია გაზრდაში ის თავის შემოსავალი რომ დახმარება რო უნდა ხო ეგ კი ბატონო ხო და ესე რომ ნაგალად სიხარდა ითხოვდა თან ძველ ადრე რო გირიცხავდნენ იმათ რო აგინებ რა პონტია ვერ გავიგე გადამოგიღებდი მაგიმიდან ლაივის ტელეფონის ეკრანიდან და გაწყვეტავდი იმაზე რა ქვია ხო მიხვდიო ვინავარო გუშინდელ ლაივზე იყო ხო და გუშინცი აგინა ხო რო უთხრა მიხვდი ვინავარო აგინა არც შეურეწყობა მიუყენებია იმ გოგოს არაფერი აგინა მაგდაინა და მესრი რომ აი მაგას უნდა ჩაურიცხო რამე წიხს დავაჭერ ისე გავხლეწა გავანებით თავს ლაჯზე ზოგი რო წეს ქეთი მიყვარს კი არა გიждდები ეთი გავარდნილი გატიალებული მთელი ქუთაისი მე მგონი მაგას ანათის გატიალებული ვიღაცა
იმ ბავშვებს ალალად შეირგოს, მაგრამ აი მაგას არ უნდა შეირგოს თვითონ. ბავშვებთან ჩვენ არაფერი, ბავშვები საყვარლები არიან, ღმერთო რა, თითეული რაღაცა შეირგოს მაგის შვილებს. მაგრამ უბრალოდ კაცო, ჩემი საქმე არა, ვისაც გინდა ძალიან ტყინში მითხავს მაგათი ისენი. ისე უბრალოდ ჩაურიცხონ, მე ჩემი კი არაფერი მიდის, მაგრამ უბრალოდ უმადურობაში უმადურობა გამოდის. ხო, ეს გინება რაღა არის, შედალუცულო, რა ზემაგინე, ვინ ახლა? ვინ მიგდიხარ ჯერ? ჩაგერიცხე ფული ვირომადალიო? ხო, ის გაიარა, წავიდა ის თანხა და აღარა ჩანს. ის აღარა, ხო. შეწყვიტა ჩარიცხვა ეთქობა მაგან და იმიტომ აღარ ურიცხავდა და იმიტომ. აი რამდენი ხანი ჩაურიცხავს ხალხიც. ერთი ხელ ჩაურიცხავ ორჯერ და მობეზრდება ხალხსაც. მე გაჩერდებიან. ხო, ახლა ყოველთვის უნდა გირიცხავს გიორგი. იგი დუნაშვილსაც ეგრე ურიცხავდნენ ხალხი, მაგრამ ახლა გაჩერდნენ. აღარც იმას აშრებიან აგვია. აღარ უნდათ. ეგრე ყოველთვის ვინ ჩაგირიცხავს. ნაგლად რო ითხოვდა. ნაგლად ითხოვ თან ვითომეტეს. ზიხარდა. შეიძლება ვიღაცას სურპრიზი გაუკეთო, რომ გიყვარს ის პიროვნება, იმის ვლოგიანი, იმის ტიკტოკი, იმის რაღაცა, ხო? მესმის მაგაზე არა. მაგა ეგ მესმის ელემენტარულ ვიღაცას გაუკეთო შენი სურვილით ვიღაცას რაღაცა. ნაგლად რო დავჯდე და ჩამირიცხეთ ეგ რა. კი, კრეატორი რო ხარ? ის არა ქვია, კონტენტ კრეატორი რო ხარ, გესაჭიროება ისიც რა ქვია. სპონსორიც გინდა. ხო, მაგრამ ეგრე რო ზიხარ და ნაგლად ითხოვ, ეგრე არ შეიძლება. ზოგმა კარები თავიდან რო იმას აშვებოდა ის კეთი, თავიდან რო ის დაიწყო რა ქვია. იმან, ყველაზე რომ ეს დაიწყო ლაივები და ისინი ვიდეო. მე მეგონა ეს ისეთი გოგოა თქო რომ ეს არის რა ქვია. რომ ერთ ცუდ სიტყვას არ იტყვის. რა არ იტყვის ხალხო, რა არ იტყვის. გავგიჟდები ხოლმე ხანდახან ისეთ სიტყვას იტყვის. თავშვილების თვალწინ. შვილი ბავშვი, სამი წერიწლოვანი ბავშვის თვალწინ. თან ბავშვებიც სხვათა შორის ბავშვებიც აღარ შეიძლება გამოყვანა. ლაივში შეიძლება? არც ლაივში და არც ვიდეოში, უკვე TikTok-ში ბავშვი აღარ უნდა გააკარო. საერთოდ. და თუ ის დასპონსორი და იცი რა შეიძლება კიდე მაგ TikTok-ზე. ეს არა როქია. დღესაც ახალი ისინი მომივიდა დღეს დილით. ახალი ისინი კიდე დაემატა რაღაცები. AI-ით დაგენერირებული ვიდეოებით. ხელოვნური ინტელექტით. აი რო იტყუებიან ხოლმე და ტყუილები როდეს ყველა. არა, ტყუილები კი არა, დაჟე სიმღერებიც არის AI-ით. ხო, სიმღერა ჯანდაბას რო იტყუებიან ხოლმე რომ ის მოკვდა და მას ის ხდება და ის იწვის და აი ლოს-ანჯელესში რო ის დაწვის რა ქვია, ხო იცი? ჰოლივუდი იწვის. ეგეთი ვიდეოების. თუ დადებ მაგ ვიდეოს, უნდა მეუთითო რომ ხელოვნური ინტელექტით არის დაგენერირებული. ესეთი ვიდეო უნდა დადო. ესე იგი არ უნდა იყოს ის სხვის აკაუნტიდანაც ვიდეო არ უნდა გამოიტანო და შენთან არ უნდა დადო. აღარ შეიძლება ეგა. ადრე შეიძლებოდა. Facebook-ზე არ შეიძლება გაზიარება თქვა რაღაცა რომ მოგეწონა. Facebook-ში შეიძლება გადმოწერო და შენთვის შეინახო თორე შენს TikTok აკაუნტზე არ უნდა დადო. აკაუნტზე არ ვიღებ და არც არაფერი მიდებს. შეგიძლია თუ რამე მოგეწონა იმას აქნა გადმოიტანო შეგიძლია Facebook-ზე დადო და Instagram-ზე, მაგრამ TikTok-ზე არ შეიძლება. ცოტა ხანში შეიძლება Facebook-მაც და Instagram-მაც შემოიღოს ყველაფერი. შემოიღებს. იმიტომ რომ ის არის რა ქვია. ხოთა შორის ახლა YouTube-ს ის დაემატა. ჯერ ჩვენთან არ არის საუბარით ამერიკაში. რომ თვითონ კრეატორს იმას YouTuber-ს რამდენი გამოწერიც ექნება და რამდენი ვიდეოსაც გადაიღებს, იმდენი ქულა მიეჭინება. და ქულა თუ გონი თუ არ ვწდები 1000 ქულას თუ აცდა, ესე იგი ის ახარ რა ქვია. YouTube-ის მამა და დედა და ის ახარ. ესე
მაგარი ხარ, ხო? ვერიფიკაციას მოგცემს თუ იმას აქნა. YouTube-ში? ხო. YouTube-ში თუ იქ? YouTube-ში. ვერიფიკაცია Instagram-საც აქვს და იმასაც დაემატა. ეხლა YouTube-ს შენ 1000-ზე მეტი გამომწერი თუ ყავს? გამომწერი, ეხლა ჩვენთან ჯერ არ არის ეგ ამარა. ორსად რა სიძახი? 1000 ქულას უნდა აღემატოს. თუ არ ვწდები, რა ვიცი, არ ვიცი ზუსტად. ქულას? ხო, ქულებს მოგცემს. თანხას აღარ გამომწერი. თანხაც იმდენი თანხაც უფრო მეტი გექნება მე. ხო, ქულებს მოგცემს. YouTube-ს ინტერნეტ სიახლეებს უკითხულობ ხოლმე ხალხო და იქიდან ასაკენი რა ქვია. რამდენად მართალია ეგ უკვე არ ვიცი, რომ ზოგი ინტერნეტში დასაჯერებიც არაფერია, ბევრი რა. და ეს AI ხო საერთოდ იმას აკრა რა ქვია. გაპიარდა იმაში AI-ით გაკეთებული ვიდეოები იდება და გაგიხეთქავენ ხოლმე ადამიანს გულს. შეიძლება უბრალოდ წვიმა რო იყოს ხო? გადაიღო ვიდეო და AI-ს დააგენერირო რომ ის არის რა ქვია. ქარიშხალი და ინგრევა ყველაფერი. ეგეთი ვიდეოების დევს და ის არის რა ქვია, გაგიხეთქავენ გულს. დავითომ ავადმყოფი ბავშვების ისინი რო დევს სურათები, ვიდეოები მე მგონი ეგენიც მაგითი არის გაკეთებული. გული მოგიკვდება ხოლმე რო ნახა. ზოგი ისეთი ვიდეო დევს. ვაიმე ის არის რა ქვია. რა საწოდავად მოკლა ის გოგო მართლა იმ დამპალმა იმან ჰა. ომს გამოქცეული გოგო მოკლა. რამე შორება იქ რომ მოკდებოდა, ისევე იქ ეჩივნა. თავის ქვეყანაში ვაიც მოკდებოდა. რა საწოდავად მოკლა რა იმ დამპალმა იმან რა. გემიცები გავგალეჯავდი შუაზე იმას. ეგეთ ადამიანს წამება კი არა ვიცი რა უნდა თქვას ადამიანმა ეგეთ ადამიან ხმერთო მაპატია ყველაფერი მაპატია ხმერთო არა იცი რა უნდა გააკეთო კი არ უნდა მოკლანა ქუჩაში უნდა გამოიყვანო საჯაროდ და აწამონ ყოველ ნახევარ საათში უნდა იმასთან რომ მეორეც აღარ მომდეს ეგეთი ასევე საქართველოშიც მაგას ვიტყვი უნდა გამკაცრდეს ის არა ქვია ისინი უკვე სოფლიოში თორ გიჟები დადიან გებიცები ქუჩებში დადიან გიჟები მეტროშიც უკვე ხალხო ფრთხილად უნდა იყო რო ჩახვალ იმასთან არ უნდა მიხვიდე თავისთვის იჯდა ის საწოდავი ის გოგო საწოდავი გოგო შევიდა მატარებელში თავისთვის იჯდა და მატარებელში მეტროს მატარებელში მეტროში იყო ხო და იმას აქნა რა ქვია ვერც მოვიდა ის ვერ მოვიდა აზზე ვერ მოვიდა რა მოხდა ჯერ ხო რო შეხედა რო ჩაარტყა შეხედა მე ესე გააკეთა აიფარა ხელები და გადატურდა გადაბრუნდა და მოკვდა არ ვიცი რა ნასამართლე ვიყოფილა თურმე ეს ისა რა ქვია ეს კაცი ეს შავკანიანი კაცი ვიღაცა ისეთი გაშავდა რომ ვიღარ მოვიდა გოზე ნასამართლე თურმე გამოუშვიათ გარეთ რომ იმას არ ხვეთო რა ქვია უფლებებს არ ხვეთო რა უფლებებს არ ხვევ საკუთარი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლის ფასად შენი უფლებები რატო უნდა იყოს დაცული ვერ გავიგე ვინ ახარ თუ ხარ დამნაშავე გიყავი ციხეში კანონიც უნდა კანონობდეს რა არ ვიცი რა სულ გაგიჟდა ის ხალხი თუ რა დაემართა ვერ გავიგე განაცილი გამოვივარდა ყველა გაგიჟდა გეფიცები ქუჩაში ჩებშიც აი გიორგი დრო შეიცვალაო და დრო მოიტანო გაჭირვება მოიტანო მაგალითად აი ჩემთვის დრო არ შეიცვალა ან შენთვის დრო არ შეიცვალა ნორმალური ადამიანი თქვენთვის დრო არ შეიცვალა არ შეიცვალა დრო რატო არ გაბოროტდით და რატო არ ხოცავთ ხალხს და რატო არა ვართ ბოროტები და ზურგს უკან რატო არა ვლანძღავთ ხალხს და ვთათხავთ აი ის არის რა ქვია არ ვიცი რა იმას საშვები რა ქვია შეიძლება ქუჩაში მიდიხარ ვიღაცა მოგეპაროს უკან ჩაგარ გამარჯობაც რო უთხრა შეიძლება ვიღაცამ რატომ მითხარი გამარჯობა რაღაცა გითხრას თქვა სიტყვაზე ავიღოთ რა არის რა უბედურება ხდება მე არ ვიცი
არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება. რატო გაბოროტდით, რატო? სატანისკენ რატო მიდიხარ? რატო მიდიან გამაგებინა რა? გამაგებინა რატო გაბოროტდა ეს სატანა? ჩვენთვის არ არის. დრო შეიცვალო და გაჭირვება მოიტანო. გაჭირვება ჩვენთვის არ არის ხალხო, ან თქვენთვის არ არის? იმდენი გაჭირვება მაქვს ხანდახან. აქ ისიქან, აი ჩემი მაყურებლებიდან ბევრი იმაში ხართ, რა ქვია, ევროპაში ხართ, გადახვეწილი თქვენი ოჯახიდან შორს სადღაც. ხელა ხო? ხო. გაჭირვება ბარო გქონდათ, იმიტომ წახვედით ხო, რომ რაღაცა იმას გექნათ, რა ქვია. და რატო არ გაბოროტდით? და ხალხის ხოცვა რატო არ დაიწყეთ? და რატო წახვედით ევროპაში? კარგი რა. რას ქვია დრო? ესე იგი დრო რო გავა, უნდა იმას აკრა ხალხი უნდა ხოცო? გიორგი სიბოროტე რატო უნდა ჩაიძინო გიორგი, უფლისკენ იყავი, რაღა იმისკენ მიდიხარ, ჯოჯოხეთისკენ, გაგიჟდი იმ უბედურ გოგოს ისე იმას აკნა, იმის გოგოც ვერ მოვიდა აზრზე. რანაირად? აზრზე ვერ მოვიდა, ისე მოკდა, აზრზე ვერ მოვიდა, რატო? რა მოხდა? რანაირად იყო, საცოდავად იყო, ობოლი ბავშვით ჰქონდა ხელები აფარებული და ტიროდა. და გადაბრუნდა კიდეც. და გადაბრუნდა კიდეც. ვეღარ სასტრაფოს გამოიძახეს, ვერაფერი, ხალხიც რანაირად ხალხიც ისე იყურებოდა, რა ქვია. ვერავინ ვერ მიხვდა დედა იქ რა მოხდა. ხალხიც ისე იყურებოდა. ვერ მიხვდა, ვერავინ ვერ მიხვდა რა მოხდა. უცბად მოვიდა. გახსნა დანა, თან ვიდეოში კარგად აჩანს. გახსნა დანა, ამოიღო და კისერში ჩაარტყა. კაპილარი გაწყდებოდა. აი მას ჩაარტყა ვიდავი ამ ადგილას. ვაიმე მე ხოში ამ გოგომ შეხედა დანა დარტყმულა გოგომ შეხედა. ერთხელ კი დაარტყა, რამდენიმეჯერ დაარტყა. ვერ გაიგო, ხალხი ასე ვერ მოვიდა. მე თვითონ უყურე და როგორ რა მოხდა, მე თვითონ ვერაფერი ვერ გავიგე. და გადაბრუნდა კიდეც. კამერამ დააფიქსირა, იმენ სათვალთვალო კამერა მატარებელში დგომა. კიდეც საქართველოში მეტროში რამდენჯერ ჩააგდეს ისა რა ქვია, ვიღაცა. გეფიცები გიჟები დადიან ქუჩებში, გიჟები ტყუილს კი არ მომო, გიჟები დადიან ქუჩებში. ხანდახან აიცი რა არის? ხანდახან აი ვიტყვი რომ რატო ხდება ესეთი რაღაცა? ხანდახან ჩემ გონებამდე არ დადის რომ რატო ხდება ესეთი რაღაცა? აი რატომ რისთვის? ამაზე მეტი გაჭირვება ყოფილა, ამაზე მეტი უბედურება ყოფილა, მაგრამ ერთ მუშტად იყო მთელი სოფლიოში. სოფლიო კი არა. ხალხი იძახის 90-იანებში რო გაჭირვება იყო, ისეთი გაჭირვება არსად არ იყო. დენი არ ჰქონდა, ისე ის არ ჰქონდა, ეს არ ჰქონდა. პურის რიგებში ვიდექით საათობით თუ ისიც თუ შეხვდებოდა საქმე სწორედ მაგაში იყო, მიგქონდა რაღაცა. ტალონებზე ვყიდულობ. ხო, ტალონებზე. მიგქონდა, ბაზარში მიგქონდა რაღაცა რო გაგვეკეთებინაო. გეშოვა ცოტა 2 კაპიკი და პური მიგვეტანა სახში ელემენტარულიო, იმასაც გპარავდნენო. ეგ გაჭირვება არ არის? მაგაზე არ მისცემდი და მოვკლავდნენო. ხო, პარავდნენო და აი ბევრჯერ მამაჩემს, გაჭირვება არ არის? აი დამეცადე. ბევრჯერ მამაჩემს წაუღია ქათამი, ბევრჯერ. წაუღია და აუცქლებიათ, მოუპარიათ, ხო, მოკკლავთო. და იმ სიკვდილს ის არის ჭიათ გეტანებია ის. ხო, ეგ გაჭირვება არ არის? ხო იყო გაჭირვება. რომ მიგაკ 2 კაპიკი დრო იშოვ და ისის ვიღაცა რომ მოუპარავს. გაჭირვება არ არის? ხო, გაჭირვება. და რატო არ გაბოროტდა ხალხი? მაშინ არ გაბოროტდა, იმიტომ რომ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები და მაინც ღიმილი იყო და აი რომ ანერვიულებს ხმა მიწევდა, რომ ნერვიულობ ხალხო. აი მაინც კარგი იყო და მაინც ერთმანეთს აი შუქი რომ მოვიდო და ერთმანეთს დაუძახებდით, აი მოდი, აი შუქი მოვიდა და უყუროთ ერთად და ერთად ვიყოთ და ეხლა რა ერთად რა ნათისავსაც ვეღარ წხედა ვეღარ ნათისავსაც ვეღარ ენდობი ის არა ბრმად ვეღარ ენდობი ვერცადაც ვეღარავის ვეღარ ენდობი უკვე ისი არეული ქვეყანა რომ ვეღარავის ვეღარ ენდობი რა დეციობა და კიდე უნდა ეცადო რომ ღამე ქუჩაში არ გახვიდე იმდენი გიჟი დადის ქვეყანაზე არ შეიძლება კანონიც აღარ აკანონობს და იმიტომ
ისეთი ის უნდა შემოიღონ, ვინც დააშავებს, ისეთი კანონი უნდა იყოს, ვინც დააშავებს. საჯაროდ უნდა იმას აქნა რა ქვია, გაასამართლო. და სხვას რო აღარ მოუნდეს. მე რატო კლავ შენ მიეცი ის ცოცხლში და ლო ომს გაქცეული საწოდავი გოგო და ნაძირალა მართლა იმას აქნა რა ქვია. მოკლა. არა ადამიანმა იმან. ომს გაიქცა, იქ არ მოკვდებიო და აჰა. ასეთი აღარაფერი ნახავს რა ვიცი. არავინ არ ყავდა იქ, მარტო გაიყო. არ ვიცი, მიმტანად მუშაობდა ის გოგო, იმაში შევიდა მეტროში, სამსახურში მიდიოდა მგონი. მიმტანად თუ სამსახურიდან მოდიოდა ზუსტად არ ვიცი. არ ვიცი ხალხო რა უნდა ქნას ადამიანმა რა მდგომარეობა და რა სიტუაცია ვერ გავიგე. ჩემამდე არ რა მოხდა ვერ გავიგე. თვითონ ის უბედური ისე მოხდა რომ ვერაფერი ვერ გაიგო იმ გოგომაც. წარმოგიდგენი აი ვერ იგებ ადამიანი რა ხდება. აი რა ხდება. თვითონ იქვე ხალხმა ვერაფერი ვერ გაიგო. იქვე ხალხმა თვითონ ხალხმაც ვერაფერი ვერ გაიგო. ის არის რა ქვია. თვითმფრინველები ჩაწერეს. მაგრამ ვერ მოვედით აზრზეო. რა მოხდა და რა უცბად მე გავიდა, ვითომც არაფერი ჩაიდო, დაკეთა და არა ჩაიდო და გავიდა. ვითომც არაფერი მოხდა. მაგას ერთი კი არ იქნებოდა მოკლებული, ბევრი ეყოლებოდა ასე და კათოლიკობისთვის იჯდა ციხეში და გამოუშვეს. იმას ვარღვევთო რა ქვია. უფლებები იღო ამისიო და იმას აშუქ. ჩემი სიცოცხლის ფასად ვიღაც შენი უფლებები რატომ უნდა დაიცვა. რატომ უნდა დადიოდეს ქუჩაში ესეთი შეურაცხადი და გიჟი გამაგებინეთ. ყოლელი. და მკვლელი. ეგ ხო საშიშია. ყველასათვის საშიშია. სამნეზე ვარსკი. 52-ზე. ცოტა ხანი და წავიდით. მე რა ვიცი რა. არ ვიცი რა. ხალხო მართლა არ ვიცი. ვერ მოვდივარ, აი კიდე ვერ მოვდივარ აზე. ეთყობა ჩვენ რო არ გვაქვს სულში ესეთი რაღაცა რო ადამიანს ენითაც ვერ მივაყენებ, წარმოგიდგენია იმას რა ქვია, ცუდი რო გამიკეთოს იმ ადამიანმა, მაინც ვერ ვამბობ ცუდს, წარმოგიდგენია და მაინც მინდა რომ კარგად იყოს და ბაბუაშვილი შვილს აღარ ინდობს, ცოლი ქმარს, ქმარი ცოლს, ის არის რა ქვია. დედა შვილს, შვილი დედას, ბებია შვილი შვილს და ბებია შვილი შვილს. რაიმე გამაგიჟეს. ესე იგი რა, ჩვენი გიორგი, აი თქვენ ჩემო ძვირფასებო ტკბილებო, ის ყოფილი ვართ, ჩვენ მაგრები ვართ, რომ გაჭირვება არ იყო ჩვენთვის ალბათ. ალბათ არა. მარტო მაგათვის არის გაჭირვება. მე რა ვიცი. გაჭირვება მოიტანაო, რა მოიტანე ხალხო გაჭირვება. რა მოიტანა გაჭირვება, ჩვენთვის არ იყო გაჭირვება. ბევრი პური არ გქონია, შენ ჯერმე ტალონი რო ქონდა, ისიც არ გხდებოდა იმ იმაში. გამდეჯე ბევრი ჭხლეტოში ყოფილო ერთი ბეწვა ბავშვი, რომ ის არის პური არ გვაყო. ქუჩაში კიდე წაიღებდი რაღაცას ბაზარში და იმასაც გპარავდნენ და როგორ თუ გაჭირვება ეგ არისო? მაგაზე დიდი გაჭირვება დაგვრჩენია გიორგი. ისიც არა ვიღია პური და უყუროთ დაგვრჩენილი ვართ. ხო. და ნუღა გვანახოს ღმერთმა ისეთი გაჭირვება როგორიც ადრე იყო. როგორიც იყო. ისეთი ნუღა დააბრუნოს ღმერთმა კაცო. არავის არ უნდა ქონდეს ნამდვილად. ბევრჯერ უყურო დამწოლილად გიორგი და ბევრჯერ შეერი ამდგარა და შეერი წავსულა და დენი არა გქონია, წყალი არა გქონია, წესი არა. წყალი გამარჯვებაში ნახევარჯერ არ იყო. ბულად ჩაურიდან საიდან აღარ ვზიდავდი წყალს, მაგრამ გავბოროთ. გაჭირვება არის კი ბატონო, დაგეტანხმე მაგას. ყველაფერი სიძვირეა, ყველაფერი ძვირია, ყველაფერი ის არის აკვია. არაფერი ვარ გადა, მაგრამ ხალხი უნდა ხოცოთ კაცო. იმ ადამიანმა რა დააშავა, იმ გაჭირვება ის არის ის სხვა არაშუაშია. როგორც შენახარ გაჭირვებული ისე ისა. გაჭირვებული კი არა, შეურაცხადი იყო, გიჟი იყო და ყლელი ვიღაცა, ხო? სერიული მკვლელი. მე მგონი სერიული მკვლელობის ეპოქა დაბრუნდა მეაჭიროა ამერიკაში. ამერიკაში კი არ მე მგონი საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ის არის, აკვია, ერთმანეთს ხოცავენ და დანებით დადიან. არ შეიძლება რა.
უფლის წყალობით მოვტრიალდებით უფალი გაიმარჯვებს გავგიჟდი რა გადავირი ჯერა უფლის მჯერა რომ უფალი არის ჩვენთან ჯერა დაცხარა უფალი არის ჩვენთან წესიერ ადამიანებთან მაგრამ ვინც ცუდია წადით უფლისკენ ხალხო მიდით ადამიანო უფლისკენ შეიძლება ყოველდღე ტაძარში არიან რომ ყოველდღე ის არის მაგრამ უფალი ხო არის შენთან და ის უფალი მე წარმოგიდგენია ის არა ეხლა რომ ის ვიღაცა ამერიკაში რომ ვიღაცა მოკლეს ტრამპის ისა რა ქვია ის იყო ცოდო და ის საწოდავი გოგო არისო ის უფრო ცოდო იყო სიძულვილს თესავდა ის ვინც მოკლეს ახლა ყოლელობა კი ბატონო არ არის გამართებული მაგრამ სიძულვილს თესავდა ხალხში და ის საწოდავი გოგო არისო არ არის ცოდო ყველა ცოდოა გიორგი მიწისთვის საწოდავად მოკლა გოგომ ვეც მოვიდა აზზე მე თვითონაც ვერ მოდივარ დღემდე გიორგი მაღლა დიძია წავედით თორემ წავედი დაგემშვიდობებით მომავლიდე უნდე აბა კიდე ბევრ რამეს ვიტყვი და მომეშლება ნერვები აბა ხედა აბა ხო ხალხნო ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო ვიყოთ უფლისკენ თუ ერთმანეთი არ გვეყარება პატივი მაიცავთ ესეთ და უთხრათ უფალს რომ უფალმა ისთვის გითხრა რომ ერთმანეთს შეიყვარეთ ერთმანეთს პატივი ეცითო ყოლელობა არ უნდა იყოსო რა ადამიანი როგორ უნდა გაიმეტო წიწილას ვერ ვიმეტებ ადამიანი მოსაყოლელა და კატამს და ელემენტარული სიტყვაზე ვიყოთ როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი სასიკვდილოდ ნებისმიერი გეხვეწებით ხალხო ქუჩაში რო გაყვათ ყველანაირად ფრთხილად იყავით იყურეთ იქით აქეთ რომ ვინმე მარაფერი გიქნათ ფრთხილად იყავით ჯანმრთელობას გისურვოთ დიდი მადლობა ყველაფრისათვის ყურებისათვის მოსმენისათვის ხანისევერთ მაგრამ ვართ ხო თქვენ ფრთხილად იყავით ყველგან მეტროშიც და იმაშიც გამოიწერეთ არხი გეხვეწებით გემუდარებით თქვენით არის ეს გამოიწერეთ არხი აბა ჰე დაგემშვიდობებით გისურვებთ მშვიდობას პირველ რიგში გაუფრთხილდით თქვენ თავს ფრთხილად იყავით ყველგან სადაც წახვალთ სადაც არ უნდა წახვიდეთ ძალიან ფრთხილად იყავით უკვე ისეთი დრო მოდის აბა ჰე და აბა ჰე ბაი ცუდ ნოტაზე კი დავასრულეთ მაგრამ მაინც რა ვქნათ ვერც ვერაული აბა ჰე და აბა